მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ძვირფას სტუმრებო. დღეს ორი საკითხი გვაქვს გასახილელი, გთხოვთ კენჭი უღერავთ წარმოდგენილ დღის წესრიგს, ვინ არის მომხრე. ვევთხოვ ჩვენს კოლეგას ბატონ გიორგი ბარვენაშვილს, რომ პირველი საკითხი მან წაიყვანოს, ხოლო შემდეგ მეორე საკითხზე მე მოგახსენებთ. მოგესალმებით კოლეგებო. ბატონ გიორგი. ესე იგი დღეს წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები შრომითი მიგრაციის შესახებ. საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლების მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ბერიკაშვილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით წარმოგიდგენთ კანონპროექტს შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული ცვლილებები კანონპროექტში მეორე მოსმენით არის და მზად ვარ უქდობრივად გავყვეთ საკითხს და დავიწყოთ შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ესე იგი, გავაგრძელებთ. პირველი შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი პუნქტი განხორციელდა თუ არა ცვლილება? პირველ პუნქტში ცვლილება არ განხორციელებულა. მუხლი პირველი მეორე პუნქტი განხორციელდა თუ არა ცვლილება? არც აქ არ განხორციელებულა ცვლილება. მუხლი პირველი მესამე პუნქტი განხორციელდა თუ არა ცვლილება? არც არ განხორციელებულა ცვლილება. მუხლი პირველი მეოთხე პუნქტი განხორციელდა თუ არა ცვლილება? ცვლილება არ განხორციელებულა. მუხლი პირველი მეხუთე პუნქტი განხორციელდა თუ არა ცვლილება? აქ დაზუსტდა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ასევე განისაზღვრება მოკლევადიან საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები. მუხლი მეორე განხორციელდა თუ არა ცვლილება? მუხლი მეორე ცვლილება არ განხორციელებულა. ესე იგი, უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლების მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი და პირველი პუნქტი განხორციელდა თუ არა ცვლილება? მუხლი პირველი პუნქტი ცვლილება არ განხორციელებულა. მუხლი პირველი მეორე პუნქტი განხორციელდა თუ არა ცვლილება? არც აქ არ განხორციელებულა ცვლილება. მუხლი მეორე განხორციელდა თუ არა ცვლილება? არც არ განხორციელებულა ცვლილება. ეს არის მოკლედ. კითხვები თუ არ გვაქვს, გთხოვთ კენჭი უყაროთ მეორე მოსმენით აღნიშნულ ცვლილებებს. დიდი მადლობა. ეხლა გადავიდეთ დღის წესრიგის მეორე საკითხზე, რომელიც გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ კვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანი ვაზაგაშვილის, გიორგი ელისაშვილის, სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურების წარდგენის შესახებ. მოხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბატონი დავით გელაშვილი. გისმენთ ბატონო დავით. მადლობა, მოგესალმებით. ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო დეპუტატებო. მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ საქართველოს კონსტიტუციის 52 მუხლის პირველი პუნქტის დექვე პუნქტისა და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ქალბატონი ანი ვაზაგაშვილის, ბატონი გიორგი ელისაშვილისა და ბატონი სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურები. მოგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატების შერჩეული იქნა კანონმდებლობის შესაბამისად ღია კონკურსით საქართველოს მთავრობის მიერ. მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია კანდიდატების შესახებ თქვენს წინაშეა წარმოდგენილი. ამასთან მსურს მოკლედ ბიოგრაფიული მონაცემები წარმოგიდგინოთ კანდიდატებისთან დაკავშირებით. წარმოგიდგენთ ქალბატონი ანი ვაზაგაშვილის კანდიდატურას. ქალბატონი ანი ვაზაგაშვილმა 2017 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, ხოლო 2020 წელს New Vision უნივერსიტეტის სამართლის სკოლა რომელზეც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ქალბატონი იანი 2024 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლამდე გახლავთ
გახლდათ შეპესე ტელეიმედში იურიდიული სამსახურის უფროსი, ხოლო 2026 წლის თებერვლიდან ამავე ტელეკომპანიაში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებს. ასევე 2024 წლის ივნისიდან დღემდე ქალბატონი ანი გახლდათ შეპესე სტუდია მაესტროს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. 2019-20 წლებში ქალბატონი ანი შინაგან საქმეთა სამინისტროს საბატონო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმის წარმოების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე სამმართველოს იურისტის პოზიციაზე საქმიანობდა. 2015-17 წლებში კანდიდატი გახლდათ იურიდიული კომპანია სამართლის გზის იურისტი, ხოლო 2017-19 წლებში ამავე კომპანიაში სასამართლო დავების ჯგუფის ხელმძღვანელი. ქალბატონ ანის გააჩნია კერძო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება, როგორც მენეჯერულ პოზიციაზე, ასევე კომპანიების სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულებით. შემდეგ წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი ელისაშვილის კანდიდატურას. ბატონი გიორგი ელისაშვილმა 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გახლავთ ბიზნესის ადმინისტრაციის ბაკალავრი. ხოლო 2023 წელს გურამ თავადქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი დაასრულა და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. რაც შეეხება ბატონი გიორგის პროფესიულ გამოცდილებას, ბატონი გიორგი 2013 წლიდან დღემდე გახლავთ ტელეკომპანია GDS-ის ფინანსური დირექტორი. 2017-19 წლებში იგი იყო კომპანია Happy Travel Georgia-ს ფინანსური კონსულტანტი, ხოლო 2011-13 წლებში გახლდათ ბანკი ქართულს მცირე და საშუალო ბიზნეს ექსპერტი. 2007-9 წლებში ბატონი გიორგი პროკრედიტ ბანკში მიკროსესხების ოფიცერი, ხოლო 2009-11 წლებში ამავე ბანკში მცირე ბიზნესის ანალიტიკოსი იყო. შემდეგ წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურას. ბატონი სოლომონმა 2017 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2005 წლებში ბატონი სოლომონი სწავლობდა იმავე უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე აღრიცხვის კონტროლისა და აუდიტის სპეციალობით და მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი. რაც შეეხება ბატონი სოლომონის პროფესიულ გამოცდილებას, ბატონი სოლომონი გახლავთ შეპესე SB Finance Services დამფუძნებელი და დირექტორი 2008 წლიდან დღემდე და ასევე 2007 წლიდან დღემდე გახლავთ Georgian Global Audit-ის ფინანსური დირექტორი. ბატონი სოლომონი 2011 წლიდან დღემდე შეპესე Elite Motors-ის, ხოლო 2010 წლიდან დღემდე კომპანია Omega Motors-ის მრჩეველია საგადასახადო საკითხებში. ბატონი სოლომონი 2017 წლიდან დღემდე გახლავთ შეპესე Solo Consulting-ის მრჩეველი საგადასახადო საკითხებში, ხოლო 2024 წლიდან დღემდე უკავია ამავე კომპანიაში დირექტორის პოზიცია. ბატონი სოლომონი 2023 წლიდან დღემდე იკავებს შეპესე Impel Development-ში შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელისა და ფინანსური ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას. ბატონი სოლომონი 2025 წლიდან დღემდე გახლავთ სააქციო საზოგადოება Media Holding-ის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბატონო თავმჯდომარე, ეს იყო მოკლედ ბიოგრაფიული მონაცემები თუ დამატებით? ხო, გვინდა რომ მოусმინოთ კანდიდატებს გთხოვთ ქალბატონო ანი თქვენ დავწყოთ. მოგესალმებით. პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ აქვს ამის შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ ჩემი კანდიდატურა. მე შევეცდები მოკლედ მოგახსენოთ ჩემი ხედვები კომუნიკაციების კომისიის სფეროს დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩემი გამოცდილება ბოლო წლების განმავლობაში დაკავშირებული იყო, როგორც უკვე მოგახსენოთ, ტელევიზიასთან, კერძოდ იურიდიულ სამსახურში მოღვაწეობასთან. რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ჩემთვის, რადგან ამან დამანახა სწორედ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც არის მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციების პრაქტიკაში აღსრულება, ის სირთულეები, რომელიც ამას ახლავს და ის გამოწვევები და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ეს გამოცდილება ამ პოზიციაზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. როგორც ყველას მოგეხსენებათ, კომუნიკაციების სფერო არის ძალიან დინამიური, ძალიან მნიშვნელოვანი თავისი განვითარების თვალსაზრისით, რადგან იგი ქმნის არა მხოლოდ მედიის ან ტექნოლოგიების რეგულირების საკითხს, არამედ იგი განსაზღვრავს ქვეყანაში როგორც გამოხატვის, სიტყვის თავისუფლებას, ისე თითოეული მომხმარებლის ინტერესების დაცვას, რაც
საკმაოდ მნიშვნელოვანია და არ არის მარტივი დაიცვა ბალანსი ერთი მხრივ რეგულირებასა და მეორე მხრივ ამ ყველა უფლების რეალიზების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე მე მიმაჩნია რომ ჩემი გამოცდილება როგორც უშუალოდ ტელევიზიაში მუშაობასთან დაკავშირებით იქნება ამ მხრივ ძალიან ეფექტური და ძალიან მნიშვნელოვანი. Რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით მსოფლიოს მასშტაბით არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არის ბევრი გამოწვევები, რაც ამ სფეროს უკავშირდება და ამ მხრივ მიმაჩნია რომ როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ისე მარეგულირებელი ორგანოს ერთობლივი თანამშრომლობით გაცილებით უფრო ეფექტური იქნება ეს საქმიანობა და შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ როგორც მოგვეხსენება მაუწყებლობის შესახებ კანონში გვაქვს სწორედ ის მიმართულებები, რაც ეხება მედიის ნაწილს, ეს არის ჯერავანი სიზუსტის დაცვა, მიუკერძოებლობა, სამართლიანობის პრინციპი, რაც საერთაშორისოდ აღიარებული მნიშვნელოვანი სტანდარტებია და მე ვფიქრობ ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი მისი ეფექტურად აღსრულება, სადაც ძალიან დიდი როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას, რომ დანერგოს სწორი პრაქტიკა, მისცეს სწორი მიმართულებები და დაიცვას ბალანსი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მზად ვარ, რომ შევასრულო ის საქმე, რაც კომუნიკაციების კომისიის წევრს ევალება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, მე ბუნებრივია ეს გააზრებული მაქვს და დაკავშირებულია ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან. ამიტომ ვეცდები ჩემი გადაწყვეტილებები ყოველთვის იყოს დაფუძნებული ერთი მხრივ სამართლიანობაზე და მეორე მხრივ ბუნებრივია საჯარო ინტერესების დაცვაზე. მადლობა. მადლობა ქალბატონო, კოლეგებო, კითხვები თუ გაქვთ, გთხოვთ. დიდი მადლობა ქალბატონო ანა. ერთ-ერთ გამოწვევაზე მინდა გკითხოთ თქვენებური ხედვა. დღეს გაციფრულებასთან ერთად და იმ გაჯეტების ასაკობრივ ზღვარს მიღმა გვაქვს ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც არის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვა. იმის ფონზე რომ გლობალურად აქვთ სხვადასხვანაირი მიდგომა, მაგალითად ევროპის რამდენიმე ქვეყანამ აკრძალვა გააკეთა სოციალურ ქსელებზე დაშვების ბავშვების 16 წლამდე ასაკის. თქვენ რას ფიქრობთ საქართველოში ამ გამოწვევასთან დაკავშირებით, რა შეიძლება იყოს, თქვათ ესეთი ოპტიმალური გამოსავალი, რაც კომუნიკაციის მარეგულირებლის მხრიდან შეიძლება რომ დაინიცირდეს ან ახსრულდეს, როგორია თქვენი ხედვა ამასთან მიმართებაში? მადლობა შეკითხვისთვის. გეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლავთ ეს საკითხი, რომელიც საქართველოშიც ვფიქრობ საკმაოდ მწვავედ დგას, გამომდინარე იქიდან, რომ სფერო, რომელიც ნაკლებად ექვემდებარება კონტროლს, არის ბუნებრივია ძალიან რთული ამ სფეროსთან დაკავშირებით, კონტროლის მექანიზმებზე ასე საუბარი, თუმცა ჩემი პოზიციით გამომდინარე იქიდან, რომ ის თუნდაც ინფორმაციები, რომელიც ვრცელდება სოციალურ სივრცეში, რაზეც ვდომაც აქვთ არასრულ წლოვნებს, ეს ბუნებრივია ბევრ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, რადგან გაურკვეველია ამ ინფორმაციების სანდოობა, გაურკვეველია ის გავლენა, რაც შეიძლება ამან მოახდინოს არასრულ წლოვანთა განვითარებასთან დაკავშირებით. ამიტომ მე ვფიქრობ, ასე იგი მარეგულირებელი ორგანოსა და პარლამენტის ერთობლივი თანამშრომლობით ძალიან საინტერესო იქნება ალბათ ამ სფეროს დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე. დღეის მდგომარეობით ეს ნაწილი საკანონმდებლო დონეზე ასე ვთქვათ არ არის იმგვარად დარეგულირებული, რომ ყველა გამოწვევას ცემდეს პასუხს, ეს ბუნებრივიცაა, რადგან ეს ძალიან დიდი სიახლეა, რომელიც სწრაფი განვითარების შედეგად იქნა მოსული დღეის მდგომარეობით და ამდენად ვფიქრობ, რომ ნამდვილად საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას და საჭიროებს ძალიან სიღრმისეულ შესწავლას თითოეული იმ გამოწვევის და იმ შედეგების, რასაც ეს ყველაფერი იწვევს, რომ შემდგომ ეფექტური იყოს ის გზები, რომელსაც მისი გადაჭრისთვის ავირჩევთ. დიახ. შეიძლება ერთი კითხვა სასიამოვნოა. მთავარი კითხვა რაც მაქვს თქვენთან არის ის, რომ მოგეხსენებათ კომუნიკაციების კომისიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის სამართლიანი წესების დაწესება და შემდეგ მისი აღსრულების უზრუნველყოფა ყველა მოთამაშისთვის, ხო? ბაზრის ყველა მოთამაშისთვის ეს ეხება ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო მედიას თუ ოპოზიციურად
განწყობილ მედიას და სამწუხაროდ იყო ხშირად შემთხვევები, როდესაც სწორედ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ ჩაითვალა არც სამართლიანად და არც მიუკერძოებულად. და ეს საბოლოო ჯამში ატარებდა უფრო მეტად ზეწოლის ხასიათს დამოუკიდებელ ოპოზიციურ მედიაზე, ვიდრე რეალურად სამართლიან გადაწყვეტილებებს. და მე მაინტერესებს თქვენ როგორც კომისიის პოტენციური წევრი, რას გააკეთებთ იმისთვის და როგორ გააკეთებთ ამას ამ პირობებში, რა პირობებშიც დღეს ვართ, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს მაქსიმალურად მიუკერძოებელი, სამართლიანი ბაზრის ყველა მოთამაშის მიმართ. მეც მაინტერესებს უბრალოდ, როდესაც საუბრობთ არა სამართლიან გადაწყვეტილებებზე, მაგალითიც რომ მოგვიყვანოთ, კარგი იქნება. მაგალითი არის მაგალითად ჯარიმები, რომელიც დაეკისრა ბევრ ოპოზიციურ მედიას. მიზეზი რა იყო ჯარიმების დაკისრების, აი რომ მიყვეთ პროცესს და ჯაჭვს. ჯარიმების მიზეზი იყო სხვადასხვა კანონით, ასე ვთქვათ, დაღვევა კანონის. კანონდარღვევა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვიღაცისთვის არის კანონდარღვევა და ვიღაცისთვის არ არის კანონდარღვევა არის კანონდარღვევა, ეს არ არის. ხო და მიკერძოება სწორედ მაგაში მდგომარეობს, რომ კანონის სახელმწიფო მედიის მიერ გამოვლენილი დარღვევაზე შეიძლება თვალი დახუჭოს კომისიამ და ოპოზიციური მედიის იგივე დარღვევაზე ჯარიმა დააკისროს. კარგი თუ ქალბატონანი უპასუხეთ, მაგრამ მე რა მაინტერესებს ისიც, როდესაც ჩვენ აბსტრაგირებას ვაკეთებთ, არ არის სწორია. კონკრეტული მაგალითი უნდა მოვიყვანოთ, რატომ მოხდა მაგალითად ჯარიმის გამოწერა, ამის უკან რა კონკრეტული დარღვევა იყო და რამდენად სამართლიანი იყო. ამ შემთხვევაში ეს გასაგები იქნება ყველასთვის, რომ შემდეგ ვიმსჯელოთ, მაგრამ ისე აბსტრაქტულად არა, აბსტრაქტულად არა, იყო მაგალითად ტელეკომპანია ფორმულას მაგალითი. იყო და ჯარიმა გამოუწერეს, ხო? და მიზეზი რა იყო? იგივე არ ვიცი ახლა კომისიის გადაწყვეტილებით მიზეზი იყო რაღაც არ ვიცი პოლიტიკური შინაარსის. არ იყო პოლიტიკური შინაარსის, ან იქნებოდა ცილისწამება იქნებოდა სუბიექტის მიმართ, ან არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ან ცილისწამები ისმის სხვა მედიების მხრიდანაც და ახლა. ხო, რაც სახელმწიფო მედიიდან ცილისწამება ისმის, იმდენი რო შეკრიბო ერთად. ხო, მაშინ მაგის მაგალითიც უნდა მოვიყვანოთ. მაგის მაგალითიც უნდა. კარგით, ამიტომ ეს არის. მე მგონი კარგად ხვდებიან რაზეც საუბარი. ჩემი სულვინი იქნება, რომ კონკრეტულ მაგალითებზე ვისაუბროთ და აბსტრაქცია კარგი არ არის, იმიტომ რომ ეს გაუგებრობას ქმნის და კარგით ქალბატონანი გაწუნებული ვარ. დიახ, მოგახსენებთ ჩემს პოზიციას ამ კითხვაზე. ჩემი შეფასებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც კომუნიკაციების კომისია ამა თუ იმ მაუწყებლის მიმართ მიიღებს, უნდა იყოს ბუნებრივია, გამჭვირვალედ მიღებული გადაწყვეტილება და ამას პრინციპში უზრუნველყოფს კომუნიკაციების კომისია, იმიტომ რომ თითოეული სხდომა მიმდინარეობს საჯაროდ და სრულად ხდება გამოკვლევა თითოეული იმ გარემოების, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებას. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ის, რომ არეგულირებელ ორგანოს არ უნდა ქონდეს ერთგვარი სადამსჯელო ფუნქციები და ის თავისთავად უნდა ატარებდეს სწორედ იმ მნიშვნელოვან, ასე რა ვთქვათ, მიმართულებებს, რომელიც სფეროს სწორად დაგეგმარებას, სფეროს სწორად დარეგულირებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, თითოეული მაუწყებლისთვის არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, რომ კანონი აღსრულებული იყოს ყველასთვის თანაბრად, ყველასთვის სწორად და მე თქვენ არ დაგისახელებიათ ის რაღაცა ბოლოდროინდელი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ ბოლო პერიოდში ზუსტად მიმდინარე თვეში მიიღო კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვეტილება, სადაც რამოდენიმე მაუწყებელის დარღვევები იქნა განხილული, იქ იყო ფორმულაც, რომელიც თქვენ ახსენეთ, TV პირველიც, ტელეკომპანია იმედიც და თუ სწორად მახსოვს პოსტ-TV-ც, სადაც სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით ძალიან არგუმენტირებულად, დასაბუთებულად იქნა გადაწყვეტილება, ვფიქრობ, მიღებული და თითოეული მაუწყებლისთვის ეს უნდა იყოს ერთგვარი სახელმძღვანელო, რადგან სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება არ გულისხმობს იმას, რომ ეს არ უნდა დავიცვათ ის წესები, რასაც კანონმდებლობა ადგენს, იგივე ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ თითოეული გადაწყვეტილება სწორედ კანონის სწორ განმარტებას და თითოეული ფაქტობრივი გარემოების სწორ შეფასებას უნდა ეფუძნებოდეს. კიდევ ხომ არ გვაქვს კითხვები? მოწონა. დიდი მადლობა, ქალბატონანი. ბატონ გიორგის სოლომონი. სოლომო კარგი.
მოგესალმებით ბატონო კომიტეტის თავმჯდომარე, მივესალმებით ამ საზოგადოებას. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, მინდა წარმატებები გისურვოთ. მიმაჩნია რომ მე ვიმყოფები კომიტეტში, რომლის წარმატებაც პირდაპირ აისახება საქართველოს მოქალაქის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კომიტეტის წარმატებული მუშაობა. აქვე მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი პოზიცია გამოვხატო, სოლიდარობა გამოუცხადო ტელეკომპანია იმედს და პოსტივის და მის ფინანსურ ჯგუფს და იურიდიულ ჯგუფს მინდა რომ გულწრფელი წარმატება უსურვო იმ ბრძოლაში, იმ უსამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ გოგას, გულორდავას, მისი დანიშვნის შემდგომ არაერთი შეხვედრა ჩაინიშნა და მე გახდით ამ შეხვედრის მონაწილე და ჩემდა სამწუხაროდ არ ეკადრება ეს მედია საშუალებას უპირველესად, რომ მათ მხრიდან იყო აბსოლუტური დესტრუქცია, როდესაც კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები ღიად გთხოვდნენ რომ ჩვენი მოსაზრება გვეთქვა, მე ამ შეხვედრაზე ვიყავი, არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, რადგან მცირეც ხარი გამათი გამოიწვია, მინდა რომ ამაზე ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. კომისიის თავმჯდომარის და კომისიის მხრიდან იყო გაჟღერებული და მოწოდება რომ ჩვენ ტელეკომპანიების წარმომადგენლებს დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიციები, ჩვენი ხედვები თუ როგორ ხედავთ კომისიის მუშაობას და მათ ფუნქციონირებას და სამწუხაროდ იქ ვიხილე სრული დესტრუქცია, რაც ჩემდა მე პირველად ვიყავი ასეთ შეხვედრაზე, მე პროფესიით როგორც ძანავარ ეკონომისტი, ჩემი საქმიანობა ძირითადად მოიცავს ფინანსურ ანალიზს, საგადასახადო და ფინანსური მემართულებით და მე 2025 წლიდან მუშაობ ტელეკომპანია რუსთავი 2-ში, ეს მედია ჰოლდინგში როგორც ძანაბატონმა და ჩემთვის იყო აბსოლუტურად შოკის მომგვრელი, რაც მე იქ ვიხილე და ეს ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება როგორც კომისიის წევრობის კანდიდატს, მინდა რომ რამოდენიმე, ასე ვთქვათ, აქცენტი და ჩემი მოსაზრება მოგახსენოთ იმ გამოწვევებზე, რაც ჩემის აზრით კომისიის წევრების წინაშე დგას. სამწუხაროდ ჯერ კიდევ დაუძლეველ ძალად არის მიჩნეული და გადაულახავ ბარიერად სიძულვილის ენა და სიძულვილის კამპანია. რაც ასე, საბედნიეროდ ყველა ტელეკომპანია არ არის ამ ჩემი, ასე ვთქვათ, შეშფოთების ადრესატი და საბედნიეროდ არსებობენ ტელეკომპანიები, რომელიც ამ წესებს იცავენ, მაგრამ ჩვენ სახელმწიფოსთვის ძალიან მტკივნეულია, რომ ასეთი ტელეკომპანიები კიდევ არსებობენ, რომ აჟღერებენ სიძულვილის ენას და ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ქართულ საზოგადოებას და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან ფართო სამუშაო აქვს კომისიას გასაწევი. ასევე მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ოლიგოპოლიები სატელეფონო და ინტერნეტ სივრცეში და მე ვფიქრობ, რომ აქ ხისტი გადაწყვეტილება მარეგულირებელ კომისიების მხრიდან არ იქნება სწორი და აქ კარგი ეკონომიკური დასაბუთება უნდა გაკეთდეს, თუმცა როგორც ეკონომისტს მიმაჩნია, რომ აუცილებელია კონკურენტული გარემოს შექმნა და არა მარტო ამ სფეროში, რაც გულისხმობს ინტერნეტ სივრცეს თუ ტელესაკომუნიკაციო ბაზარს, არამედ სხვა სივრცეებშიც ფართოდ არის გახსნილი კარი და ღია კონკურენტული გარემო. გულწრფელად გეტყვით როგორც ეკონომისტს, რომ შექმნილია ეს გარემო. ამ მიმართულებით მარეგულირებელ კომისიას აქაც ძალიან დიდი სამუშაო აქვს გასაწევი. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვაწუხებს ერთი საკითხი, თქვენ ქალბატონო მარიამ დიდი ხანი ამ თემაზე მუშაობთ, როგორც მე ვიცი, ჩვენ 6 შვილს ვზდით, აქედან 4 არასრულწლოვანია და ამ მიმართულებით არასრულწლოვნებზე ზეგავლენა და სოციალური ქსელები ეს ძალიან დიდი გამოწვევაა თანამედროვე ეპოქაში და ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ აქაც ძალიან ისეთი ხისტი პოზიციებია გასატარებელი და არაერთი სოფლიო მაგალითი არსებობს, სადაც საერთოდ იკრძალა და შეიზღუდა და მე ვუჭერ ამ მიდგომას მხარს, როგორც 4 არასრულწლოვნის, ასე ვთქვათ, მამა და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი საზოგადოების გამოწვევაა
თანამედროვე ეპოქაში სიცრუის ტირაჟირება. ესეც არ ვიცი, ვის არა, თუ არა მედია საშუალებებს პირდაპირ ევალებათ, რომ არ მოახდინონ სიცრუის ტირაჟირება. და დღეს ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა. დღეს საზოგადოებას გარკვეული ტელეკომპანიები ასე ვთქვათ აძლევენ ცრუ ინფორმაციას ყოველგვარ მტკიცებულებაზე და დასაბუთებას გარეშე და ამ ცრუ ინფორმაციის ქვეშ ამყოფებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რაც ბუნებრივია ჩვენ ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე აისახება. მე ალბათ უფრო ხისტი ვიქნებოდი თუ ვიქნებოდი კომისიის წევრი. თადერთი რაც ღიად მინდა აღვნიშნო, მე სატელევიზიო სივრცეში და კომუნიკაციებში არ მაქვს დიდი გამოცდილება. მე 2025 წლიდან ვარ ამ სფეროში და მინდა გითხრათ, თან გაოცებული ვარ ისეთი მდგომარეობა, რაც მე ასე ვთქვათ შევხვდი და კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ჩემი გამოცდილება შემოიფარგლე მხოლოდ ეკონომიკური განათლებით და ფინანსური ანალიზით. ერთი სექტორი კიდევ რაც მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია და მარეგულირებელ კომისიას აქაც გარკვეული სამუშაოები აქვს ჩასატარებელი, ეს არის კიბერუსაფრთხოების საკითხი. ესე თანამედროვე გამოწვევა გახლავთ და ამ მიმართულებითაც გარკვეული ღონისძიებები არის გასატარებელი, იმიტომ რომ პერსონალური ინფორმაციის დაცვა ჩვენ სატელევიზიო სივრცეს, ჩვენ ინტერნეტ საიტებს თუ სოციალურ ქსელებს, მე ვფიქრობ, ჭირდება კარგი კიბერუსაფრთხოების დაცვის საშუალებების შექმნა და ამ მიმართულებით კომპანიებს აქვს გარკვეული ხარჯები გასაწევი. სხვა მრავალ თემაზე შემიძლია აქცენტი გავაკეთო, აღარ დაკრით და მზად ვარ მოვისმინო კითხვები, როგორი მწავეც არ უნდა იყოს სიამოვნებით. თქვენ ორი კონკრეტული ტელევიზია ახსენეთ. ბოდის მოგიხდით რომ გაწყვეტინებთ, მე ტელევიზია არ მიხსენებია. მე ვთქვი რომ რამოდენიმე ტელევიზია არსებობს საქართველოს. იმედი და პოზიტივი ახსენეთ. ბოდის ვიხდი, მაპატიეთ. ბოდის ვიხდი, კი მართალია. კი, არა, მართალია. არა, პრობლემა კი არ არის რომ არა, პირიქით კიდევ ერთხელ ღიად ვაცხადებ. არა, ბოდის ვიხდი, მე სხვაგან წავედი. არა, მეც არაფრის განსაკუთრებული თქვა არ მინდოდა, მაგით რომ ახსენეთ, უბრალოდ სხვა რამის თქვა მინდა. სოლიდარობას ღიად და ამავე დროს ვისაუბრეთ სიძულვილის ენაზე და გეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის დაუშვებელი და ყველა მედია საშუალებამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ მათი ეთერებიდან სიძულვილის ენა არის მოდეს, ხო? მაგრამ უბრალოდ რატომღაც მხოლოდ ეს ორი ტელევიზია ახსენეთ, გასაგებია სოლიდარობა გამოვცხადეთ და ამასთან დაკავშირებით მინდა უბრალოდ კითხოთ, აი თქვენ პირადად როგორ ფიქრობთ? ტელეკომპანია იმედი და ტელეკომპანია პოზიტივი. ეს ორივე არხი დამოუკიდებელი მედია საშუალებებია? დიახ. ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ როდესაც საუბრობდით, ბატონო ჩემო, ახსენეთ, რომ საქართველოში არსებობს ეგრეთ წოდებული სამთავრობო მედია და ოპოზიციური მედია. ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასეთი შეფასება ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ მე არ ვთვლი, რომ ასე რეალობას ყოფილიყართ ძალიან მოწყვეტილი. შესაძლოა რომ თქვა, აი ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ არ არის ეს სახელმწიფო მედია და ეს მედია საშუალებები ასახავენ იმ რეალობას, რაც დღეს ჩვენ სახელმწიფოში არსებობს. მე მგონი ამაში თავად ამ ტელეკომპანიის თანამშრომლებს არ დაგეთანხმებიან. იმიტომ რომ ისინი არ უარყოფენ, რომ ისინი პარტია ქართულ ოცნებაზე მუშაობენ. არ მომისმენია გულწრფელად გეტყვით და თუ კომუნიკაციების კომისიის წევრობას კომუნიკაციის კომისიის წევრობას აპირებთ და ის არიცით რას ნიშნავს თანამშრომლები ამბობენ რომ პარტია ქართულ ოცნებაზე მუშაობს ვინ თანამშრომელია ამ ბევრი ჟურნალისტი თავად არ უარყოფს იმას ერთი ორი რა მნიშვნელობა აქვს თავად არ უარყოფს არა აბსტრაქტული რა შუაში თავად არ უარყოფს ეს ხალხი თავად არ უარყოფს რომ ქართული ოცნების ხარდამჭერები არის არა სხვადასხვა რაღაც ბატონო გიორგი შეიძლება ფიზიკური პირი ტელეკომპანიაში მუშაობდეს თუ სხვა კომპანიაში მუშაობდეს თუ თავისი ბიზნესი ქონდეს იმას თავისი პირადი შეხედულებები ქონდეს და პირადი პოლიტიკური გემოვნება ეს აბსოლუტურად სხვა არის მაგრამ როდესაც თქვენ ამბობთ რომ ტელეკომპანია მუშაობს პარტია ქართულ ოცნებაზე და ამას ადასტურებენ მისი თანამშრომლები ეს არის ტყუილი არა ტყუილი არ არის იმიტომ რომ თავად დაგედასტურებენ ამას ამას არ აქვს მნიშვნელობა ჯერ ეგრე იმიტომ რომ ეს ტელეკომპანიები არიან სახელმწიფო პროპაგანდის არხები ამას
თავად არ უარყოფენ თქო, მე მაგას ვამბობ. არა, ეს თქვი ზუსტად. მათ შორის ჟურნალისტები და ახლა ეს ბატონი ამბობს, რომ არს გაუგია ეს და არ ვიცი, ანუ თქვენ მოკლედ თვლით, რომ ეს ორი ტელეკომპანია არის დამოუკიდებელი მედია საშუალება. ესე თვლით. არა მარტო დამოუკიდებელი საშუალება, მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებულია მოსაზრება, რომ ისინი არიან სახელმწიფო პარტიის ტელეკომპანიები. თქვენ ახსენეთ კანდიდატს უთხარით რეალობას ხართ აცდენილიო და ცოტა სასაცილოა გახარიების მოწყვეტილი, ცოტა უხერხულია გახარიების პარტიისგან ამ რეპლიკის მოსმენა კანდიდატზე. თუნდაც მაგალითად დღევანდელი დღეს არის ინტერპელაცია საგარეო საქმეთა მინისტრის. იმ 19 კითხვას რო გადავხედოთ, რეალობას თუ ვინმე მოწყვეტილია სამწუხაროდ დაბა რომელი კითხვიდან აი თუნდაც გეოპოლიტიკური მდგომარეობის შეფასებიდან 2022-ზე 3 წლების სტატუს ქვოში არის ჩარჩენილი ის კითხვები, რომელიც წარადგენთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ არც კორექტულია კანდიდატთან, როდესაც გასაუბრებაზე რეალობას მოწყვეტილობას აბრალებთ და მით უმეტეს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც არის თქვენი პარტიის წარმომადგენელი. ასე რომ მე მგონი რომ დავიცაუბროთ ამას. რომელი კითხვა რეალობას მაგალითად თუნდაც საქართველოს რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაშორდა, ეს მოწყვეტილია რეალობას? იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს ვართ, იმ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე დღესაც ესე იგიც დგას, თუნდაც ევროკავშირში, თუნდაც ნატოს გაწევრიანების და დაშლა არ მოშლის საკითხზე ის კითხვები, რაც თქვენ გაუგზავნეთ საგარეო უწყობას, არა მხოლოდ რეალობას არის მოწყვეტილი, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესს პირველ რიგში იმის ფონზე და იმ იზოლაციაზეც, რასაც საუბრობდით, არის პირველ რიგში თუნდაც მოწყვეტილი ხართ რეალობას და ინფორმაციას, როდესაც არ იცნობთ მაგალითად მინისტრის იმ ოფიციალურ და უმაღლესი რანგის ვიზიტებს, რომელიც ჩატარებია. ვიცნობთ მინისტრის ვიზიტებს ყაზახეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში ვიცნობთ. აი ძალიან გთხოვთ თემას დაუბრუნდეთ. იმიტომ რომ არ არის ესეთი ვიზიტები. ერთი უნგრეთში დადიოდა და იქაც დიდი ალბათობით ეღარებოდა. დარბაზში შეგვიძლია ეს დებატები გადავიტანოთ. ტაჯიკეთში ვიზიტებს ვიცნობთ, კი ბატონო. ინტერპელაციის პროცესში და გთხოვთ თემატურად დაუბრუნდეთ დღევანდელ. აი მე ერთი კითხვა მაქვს. ბატონო სოლომონ, თქვენ ბრძანეთ რომ აი ცრუ ინფორმაციის გავრცელება სივრციდან დიდი პრობლემა არის და მეორე სიზულილის ენა და ასევე ბრძანეთ რომ უფრო ხისტი მიდგომა მექნებოდა და აი რა უფრო თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ რას გულისხმობთ უფრო აი როგორი ზომებს მიიღებდით მაგალითად მე ვფიქრობ რომ უფრო მეტი განმარტება უნდა მოსთხოვოს მარეგულირებელმა კომისიამ არ უნდა დაექვემდებაროს ბულინგს, იმიტომ რომ ბუნებრივია, როდესაც მარეგულირებელ კომისიას ევალება გარკვეული ბალანსის დაცვა და სწორედ სრულ ინფორმაციასთან ბრძოლაც ეს არის ერთგვარი ბალანსის დაცვა. მე ასე მიმაჩნია, უნდა იყოს უფრო მკაცრი სანქციები, უნდა იყოს ახსნა განმარტებები, უნდა მოვითხოვოთ ჩვენ ამ სრულ ინფორმაციის გამავრცელებელი ადამიანებისგან, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების ზეგავლენაზე არ ვიცი, საზოგადოებაზე უხეში ზეგავლენა მოდით უფრო კორექტულად. დავაზუსტო ერთი რამ, რომ ჩვენ დღევანდელი კანონმდებლობით ეხლა უკვე მტკიცების თვირთით სრულ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში რჩება აუწყებელზე და თქვენ კომუნიკაციის კომისიას აქვს საშუალება რომ მკაცრი სანქციები მიიღოს ამ შემთხვევაში, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ყალბით სრულ ინფორმაცია მედიას საშუალება აღწელებს პიროვნებაზე, ეს არა მარტო ეს არის ფსიქოლოგიური, ასე რომ ვთქვათ, ზეწოლა ადამიანზე და როდი ამ აღნიშნული კანონპროექტის ცვლილებით ჩვენ შევძელით ის, რომ უკვე მტკიცების თვირთი გადავიყვანეთ მედიას საშუალებაზე და ამას ძალიან კრიტიკული მნიშვნელობა აქვს და კომუნიკაცია კომისიის როლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ პროცესებში უფრო მკაცრი ზომები მიიღონ, რომ ინდივიდუალური ადამიანი დაცული იყოს სრულ ინფორმაციისგან. დიახ, როგორც საქართველოს მოქალაქემი და მადლობა გადაგიხადოთ ამ მიდგომის ჩამოყალიბებისთვის პარლამენტს მადლობა ამისთვის. მე ვფიქრობ, რომ მარეგულირებელმა კომისიამ უფრო ხისტად უნდა ამოქმედოს ზუსტად ეს ნორმატიული აქტი, რომელზედაც თქვენ პარლამენტმა იმუშავეთ და მოსთხოვოს განმარტებები
სიცრუის და სიძულვის ენის გამავრცელებელ ტელეკომპანია იქნება ეს თუ სოციალური ქსელი იქნება და მიმაჩნია რომ მარეგულირებელმა კომისიამ ასე ვთქვათ უნდა მოიხსნას ერთგვარი კომპლექსი მას გამოაცხადებენ როგორც თავისუფალ მედიასთან მებრძოლ ორგანიზაციად მაგრამ როდესაც საუბარია საზოგადოების ინტერესების დაცვაზე მე ვფიქრობ რომ მარეგულირებელი კომისია და მისი წევრები უნდა იყვნენ მზად გაუძლონ ამ ბულინგს და მე უფრო ხისტი პოლიტიკის მომხრე ვარ ამ მიმართულებით. როგორც აღვნიშნე 6 შვილის მამა ვარ და მიმაჩნია რომ მით უმეტეს არასრულ წნოვნებზე, მით უმეტეს ახალგაზრდა თაობაზე ასეთი ზემოქმედება ძალიან ძიმე შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა და მათ უნდა გადავაბაროთ ეს ქვეყანა და განსაკუთრებით სიძულვილის ენით სიძულვილის დათესვა ახალგაზრდებში ეს არის განსაკუთრებით დიდი პრობლემა და აქ მარეგულირებელმა კომისიამ უფრო აქტიურად და უფრო ხისტად უნდა იმუშაოს რომ ასეთი გამოირიცხოს. დიდი მადლობა. მადლობთ ბატონ გიორგი. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობას მოგახსენებთ, რომ აქვს პატივი წარმოვიდგეთ თქვენს წინაშე კომისიის წევრის შესარჩევ კონკურსში. როგორც ბატონმა დავითმა მოგახსენა ჩემს შესახებ მოკლედ, სატელევიზიო სფეროში სამუშაო 13 წლიანი გამოცდილება მაქვს, ესე რომ ვთქვათ. ჩემი მიმართულებაც არის ფინანსები, ანუ ფინანსური დირექტორი გახლავართ კომპანია GDS-ის. შესაბამისად ან ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, აქტიური ურთიერთობა მიწევდა აქამდე კომუნიკაციების კომისიასთან, ეს შეეხება, ასე ვთქვათ, იმ ფინანსური რეპორტინგის, ასე ვთქვათ, წარმოებასთან, რაც ტელევიზიასა და კომისიას შორის ხდება. ჩემი აზრით კომისიის როლი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამოდენიმე მიმართულებით და თქვენ ყურადღებას რამოდენიმე ფაქტორზე შევაჩერებ. ეს არის პირველი ბაზრის გამჭვირვალობა და სამართლიანი კონკურენცია. მედია და კომუნიკაციების სფერო სწრაფად ვითარდება, ჩნდებიან უამრავი ახალი მოთამაშე შემოდის ბაზარზე. ასევე იქნება სხვადასხვა ციფრული პლატფორმები, იქნება ახალი სარეკლამო მოდელები. ასეთ პირობებში აუცილებელია, რომ რეგულაცია იყოს თანაბარი, ასე ვთქვათ, პროგნოზირებადი, სამართლიანი ყველა სუბიექტისთვის. ასევე ინფორმაციული გარემოს სანდოობა თქვენ ახლა ისაუბრეთ ასე ვთქვათ ყალბი ამბების გავრცელებაზე მე გეთანხმებით რომ ეს არის სერიოზული პრობლემა ასევე ვეთანხმები იმ საკანონმდებლო ასე ვთქვათ ცვლილებებს რომელიც ბოლო პერიოდში მიღებული იქნა პარლამენტის მხრიდან და ჩემი აზრით ამ კუთხითაც კომისიას როგორც სოლომონ აღნიშნა აქტიური სამუშაო აქვს ჩასატარებელი რომ ეს ყალბი ამბები და გადაუმოწმებელი ამბების გავრცელება ასე ვთქვათ ესე მარტივად არ ხდებოდეს და ამ შემთხვევაში ანუ მოხარებლები ანუ მაყურებლები იყვნენ უფრო მეტად დაცულები აქ გასათვალისწინებელია რა თქმა უნდა ასე ვთქვათ ბალანსის დაცვა იგივე გამოხატვის თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებასა და ასე ვთქვათ ადამიანების ინფორმირებულობაში თუმცა ნუ ეს რაღაცა ზღვარი ასე ვთქვათ დასაცავი არის და ჩემი აზრით კომისია შეძლებს ასე ვთქვათ ამ მიმართულებით. ასევე არის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, დღეს კომუნიკაციების სფერო უკვე აღარ არის მხოლოდ ასე ვთქვათ სტანდარტული მედია საშუალებები, ციფრული პლატფორმები, სტრიმინგ სერვისები, მთლიანად ანუ ცვლის ასე ვთქვათ ბაზარს და რეგულატორმა უნდა შეძლოს ამ ცვლილებების ადეკვატურად ასახვა პოლიტიკაში, ისე რომ არ შეაფერხოს არც ინოვაციები, ესე რომ ვთქვათ და ამავე დროს უზრუნველყოფილი იქნას სამართლებრივი გარემო. ასევე ერთ-ერთი საკითხი, რაცაც მინდა შევეხო, ეს არის ინტერნეტის მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა ამ მიმართულებით. დღეს ინტერნეტზე შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურაა, ასე ვთქვათ, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის. მიუხედავად ბაზრის განვითარებისა, კვლავ არსებობს გამოწვევები მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება, სადაც კომისიას შეუძლია კიდევ უფრო გააძლიეროს, ასე ვთქვათ, თავისი როლი ამ კუთხით. თუ მე მომეცემა შესაძლებლობა, რომ ასე ვთქვათ, ვიყო კომისიის წევრი, ჩემი ძირითადი პრიორიტეტები იქნება რეგულირების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, ბიზნესთან აქტიური დიალოგი, უშუალოდ ანუ ბიზნესებთან, ან ტელეკომპანიები იქნება თუ ასე ვთქვათ, ინტერნეტ პროვაიდერები და ამ შემდეგ, რათა ანუ ეს რეგულაციები, რომელსაც რეგულატორი ქმნის, იყოს პრაქტიკაზე მორგებული, ისე რომ ასე ვთქვათ, ბიზნესებსაც გაუმარტივდეთ კომისიასთან
ურთიერთობა და ასევე ფინანსური მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესებაზე ვიმუშავებდი, რომ ანუ აქაც ასე ვთქვათ ტელევიზიების მხრიდან და ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან მაქსიმალურად გამარტივდეს ასე ვთქვათ ურთიერთობა. ჯერა რომ ჩემი გამოცდილება კერძო სექტორში ფინანსური მართვის მიმართულებით რეგულატორთან თანამშრომლობისთვის იქნება ასე ვთქვათ დამატებითი ღირებულებების შემძენი. დასასრულს, რა ვიცი, მინდა აღვნიშნო, რომ ასე ვთქვათ კომისიის წევრობა არ მხოლოდ რაღაც პროფესიული წინსვლა, არამედ ეს იქნება რაღაც მნიშვნელოვანი გამოწვევა, ასე ვთქვათ, და პასუხისმგებლობა და ჩემს ასე ვთქვათ შესაძლებლობებს სრულად გამოვიყენებ, რომ ეს სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა და ეს გამჭირვალობა, რაც არის კომისიის მთავარი ამოცანა, ასე ვთქვათ, ეს იყოს შესრულებული. დიდ მადლობას მოგახსენებთ, თუ კითხვები იქნება, მცადვარ გიპასუხოთ. მადლობთ ბატონო გიორგი, კოლეგებო, კითხვები ხომ არ გაქვთ? ბატონ გიორგისთან. მადლობა. გეთანხმებით, რომ ფინანსური გამჭირვალობა და სწორი ინფორმაციის მიწოდება ეს არის მთავარი, ასე რომ ვთქვათ, გამსაზღვრელი კონკრეტული მედია საშუალების წარმატების და სწორი ფუნქციონირების და ამ ნაწილში გეთანხმებით უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საინფორმაციო საშუალებებთან გვაქვს საქმე, აქ გამჭირვალეობა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და ამ ნაწილში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რეგულატორმა სწორი მონიტორინგი აწარმოოს და მაქსიმალურად შეძლოს, რომ მედია საშუალებების ფუნქციონირება იყოს გამჭირვალე. კარგით, მადლობთ ბატონო გიორგი, კოლეგებო, ჩვენი თემა არის, რომ რეკომენდაცია მივცეთ კანდიდატებიდან ერთ-ერთს და ვინ არის მომხრე, რომ ხარი დაუჭიროთ ანივა ზაგაშვილის კანდიდატურას? წინააღმდეგი ვინ არის? კარგით, ვინ არის მომხრე, რომ ხარი დაუჭიროთ გიორგი ელისაშვილის კანდიდატურას? გეთ და წინააღმდეგი თავი შევიკავოთ. ვინ არის მომხრე, რომ ხარი დაუჭიროთ სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურას? წინააღმდეგი ვინ არის? კოლეგებო, მადლობა, სტუმრებო, დიდი მადლობა. მე მინდა აღვნიშნოთ, რომ სამივე კანდიდატი ძალიან კვალიფიციური კანდიდატი ვზანდებით. მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატებები გისურვოთ და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი თქვენი მიდგომით უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს დღევანდელ, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიურად განვითარებულ მსოფლიოში, როდესაც ხშირი არის ინფორმაციით მანიპულირება და შესაბამისად ზეგავლენის მოხდენა მაყურებელზე და სწორედ რეგულატორი კომუნიკაციის კომისია არის ის უწყება, საიდანაც ხდება აღნიშნული პროცესების სწორი რეგულირება და ბევრი რამე არის თქვენზე დამოკიდებული. ქალბატონიანი, წარმატებებს გისურვებთ, თქვენ გაძლევთ რეკომენდაციას. მართლა სამივე ერთმანეთზე უკეთესი კანდიდატები ხართ, ხა ჩვენ თქვენი სივებიც ვიცით და მოვისმინეთ კიდევაც. ბატონმა თავმჯდომარემ ქალბატონი ანით დაიწყო ამოკითხვა და გაუმართლა ეგრე ხელიად. ვიცით არ უნდა დაეწყოთ, ისე ძალიან კარგები ხართ მართლა და წარმატებას გისურვებთ ყველას. ხო, პირველი ვინც იქნება და მადლობთ, წარმატებებს გისურვებთ.